ლანძღვა ადამიანის და ლაფის სროლა ეს ზოგიერთ პოლიტიკოს პირიქით რგებს, აი მაგალითად როგორ გახდეს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნული გმირები ლანძღავდნენ, ლაფს ასხავდნენ, ტალახს ესროდნენ, მაგრამ ხალხს უყვარდა, მაგრამ ძალა აღმარცხნავს მეგობრებო. დასავლეთი გადაემტერა და ზოგს არ ჯერა, ზოგს გონია რომ ზვიად გამსახურდია დაამხო რუსეთის ხელისუფლებამ. კი, რუსეთის ხელისუფლებამ დაამხო, მაგრამ ელცინის ხელისუფლება მთლიანად იყო შეერთებული შტატების მარიონეტი. გაიხსენეთ ელცინის გამოსვლა. ღმერთო, ადრეგრძელი ამერიკა, ბოჟე, ხრანი ამერიკო. რუსეთის პრეზიდენტი იძახის, ბოჟე, ხრანი ამერიკო. მთლიანად მათი დამხობილია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება თუ არ გჯერათ ზვიადის ბოლო ინტერვიუს მოусმინეთ და გაიგებთ რა მოხდა სინამდვილეში. და ეხლა მე ერთი-ორი სიტყვა შემიძლია ვთქვა, მინდა ვთქვა მსახიობებზე. რატო გონია ამ კატეგორიის ადამიანებს, რომ რახან მსახიობები არიან და რახან თეატრში სპექტაკლებს დგავენ, კინო სადღა იდგმება საქართველოში, კინო მოსპობილია აღარ არის. რახან სპექტაკლებს დგავენ, გონიათ რომ მათი აზრი უნდა იყოს გადამწყვეტი ჩვენი ერისათვის. გამოვიდნენ ეხლა ეს დოი რო არის თუ დოი რუსულად წველას ნიშნავს. იმოწველეს ისე ივანიშვილი ამაც, მაგრამ იძინა ივანიშვილი რაც შიმშილი ხდებოდნენ ეს საცოდავი. იძინა ივანიშვილის ადგილზე რო იყო ხვალვე მოუხსნიდი ყველას დახმარებას, ყველა უმადურს. თორემ მადლიერი ვინც არის, იმას უნდა გაუორმაგოს პირიქით დახმარება. გამოდიან და ამბობენ ეს მსახიობები, ეს ქვეყანა ჩემია, ეს ქვეყანა ჩემია, გამახსენდა რუსთავი ორის ის რო იყო, დავა რო იყო რუსთავი ორზე, მითვისებული რო ქონდა ხელისუფლებას, ძველ ხელისუფლებას რუსთავი ორი. რუსთავი ორი ჩემია. რუსთავი ორი ჩემია და სამკერდე ნიშნებიც რო გაიკეთეს. რუსთავი ორი ჩემია. მეც მთხოვეს მაშინ რომ გამოდიო რუსთავი ორზე და დაგვიჭირე მხარიო და ბოდიში და სამი თითის კომბინაცია ვაჩვენე. სასამართლომ გადაწყვიტოს ვისია რუსთავი ორი მეთქი და გადაწყვიტა კიდევაც სამი ინსტანციის სასამართლომ და მერე სტრასბურგმა. რა არის ეს ქვეყანა ჩემია. რა ჩვენი არ არის ეს ქვეყანა? თქვენი თუა მსახიობებს მიმართავ. ჩვენი არ არის? და რა დიდი მსახიობები თქვენ ამყავხართ? რომელი დიდი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელი სერგო ზაქარიაძე, რომელი ვასო გოძიაშვილი, ვინ ახართ, რას წარმოადგენთ? რაღაც საშუალოზე დაბალი ნიჭის მსახიობები ხართ და ამბიცია გააქვთ, რომ რასაც იტყვით, ისე უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყანაში არსებობს არჩევნები. მე ვფიქრობ ასე, პეტრე ფიქრობს ისე, ივანე ფიქრობს სხვანაირად. აი ეს სხვანაირად მოფიქრალი ხალხი არჩევნების დროს მიდის და ხმას აძლევს იმას, ვინც მათ პოლიტიკას გამოხატავს. საბოლოოდ ჯამდება ეს ყველაფერი და ვინც არის გამარჯვებული, ის არის ხელისუფალი. ვინ არის მსახიობი, ვინ კითხავს მსახიობს? ეხლა გადავალთ მოქმედებაზე, თარო იმუქრებით რა. ნუ სამარცხვინოთ იგდებთ საკუთარ თავს და რომ არა მსახიობები და ეს თეატრალური ეგრეთ წოდებული ელიტა ზვიად გამსახურდიას ვერ დაამხობდა დასავლეთი. ზუსტად თქვენ დაგეყრდნოთ და თქვენი გამოისობით მოხდა ის რაც მოხდა უბედურება და ეხლა კიდევ გინდათ ახალ უბედურებაში გადაჩეხოთ